Am წუთებში ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა იმართება. პირველ ეტაპზე პატრიარქის ნათლული კიდევ 400 ჩვილი გახდება. სამების საკათედრო ტაძრიდან პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ხათუნა ქარდავა გვერდება. ხათუნა, გისმენთ. მოგესალმებით. Am წუთებში სამების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ნათლობა იმართება. ხედავთ ჩემს უკან ნათლავენ პატარებს. აქ არიან შეკრებილები მათი მშობლები და ნათლულები. ისინი აღტაცებას ვერ მალავენ, რომ წილად ხვდათ ბედნიერება, სიხარული, რომ მათი მესამე და მომდევნო შვილები პატრიარქმა მონათლოს. შეგვიძლია მოусმინოთ ახლა მათ. სტაცია გაიარა 800-მდე ბავშვმა უწმინდესი და უნეტარესის კურთხევით ორად გაიყო და დღეს ნათლად 400-მდე ბავშვს და შემდეგ კვირაში კიდევ 400-მდე ბავშვს. ძალიან ბედნიერი ვარ, ჩემი საყვარელი ადამიანი და მიხარია, რომ ჩვენთვის პატრიარქი იქნება, ესაა იოანეს ნაცია, ბედნიერები ვარ, ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველას ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვინც გაინათლა პატრიარქს და ყველაფერს საუკეთესოს ვისურვებ. პირველად საყოველთაო ნათლობა ჩატარდა 2008 წელს. ეს იყო სწორედ პატრიარქის ინიციატივით, როდესაც პატრიარქმა ბრძანა, რომ ყოველი მესამე, მეოთხე და ასევე მომდევნო შვილი იქნებოდა მის მიერ მონათლული. ეს ინიციატივა დაკავდა მხოლოდ იმიტომ, რომ დემოგრაფიული მდგომარეობა გამოსწორებული იყო საქართველოში და მართლაც მას შემდეგ 5 წელი გავიდა და უამრავი ადამიანი ანათლინებს პატრიარქს მას შემდეგ შვილს. ეხლა რამდენიმე წუთში დასრულდება ნათლობის პირველი ეტაპი. აქ პატრიარქს, რომელიც ნათლობის დასრულების შემდეგ დალოცავს თავის ნათლებს. მეორე ეტაპი კი მომდევნო კვირას დაიწყება. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ხათუნა ქარდავა გვერდებოდა. მადლობა ხათუნა.